საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ აპირებს კომენტარი გააკეთოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე. ასე გამოეხმაურა თამარ ბერუჩაშვილი მარიონეტული ცხინვალის პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხურვალეთში შექმნილი ვითარების განსამუხტად. უფრო კონკრეტულად რა განცხადებებს აკეთებენ საგარეო უწყებაში და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ჩვენი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი მუშაობს თემაზე. დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო მთავარი ადრესატი საოკუპაციო რეჟიმის განცხადების იმის თაობაზე, რომ ტასოევი საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებული განცხადებით და ფაქტობრივი აღიარებით დამოუკიდებლობის. მინისტრს ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ის ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხდება დროული და ადეკვატური რეაგირება. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ტასოევის მადლობას საფუძველი არ გააჩნია. ტასოევის მადლობის კომენტირება არ ისურვეს დღეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებმაც, ნაწილს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს განცხადება იყო შიდა მოხმარებისთვის. ტასოევს არ ვიცნობ, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას, ოპერატიულად მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მივიღეთ სრულფასოვანი გამოხმაურება ამ ძალიან მნიშვნელოვან და დიდი საფრთხის შემცველ ფაქტზე. ყველა ჩვენმა პარტნიორმა ძალიან მკაფიოდ დაგმოვის ქმედება, რაც განხორციელდა და ასევე მოუწოდა რუსეთის მხარეს, რომ განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რომ ანალოგიური არ განმეორდეს. შეიძლება რომ რომელიმე განცხადება აღქმულიყო აღიარება. კომენტარი არ აქვს ამ თემაზე, იმიტომ რომ ასეთი აღქმის იმას ნამდვილად ვერ მოგცემთ არგუმენტებს. არ აქვს. ის ეგრეთ წოდებულ განცხადებებს რო აკეთებს, მე არ ვთვლი, რომ ამაზე კომენტარები უნდა ვაკეთო. მე მგონი ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება, რომ როდესაც აპრიორი იცი, რომ არანაირი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს, მაგრამ ალბათ იმ საზოგადოებას, ვინც უსმენს ამ ადამიანებს, გარკვეული პოზიციებას ჰქონდა ადგილი, ამიტომ მე სერიოზულად ვერ მივიღებ ვერანაირად ამ შეფასებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი მთავრობაში არ მოიძებნება ის დაეთანხმება განცხადებას დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმისაგან მსგავსი რეაგირება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად იმეორებს ოკუპანტების რიტორიკას და თავადვე უწყობს ხელს მცოცავი ოკუპაციის დაკანონებას. Თქვით რა ოსური მხარე ან ცხინვალის წარმომადგენლად ტასოევი ვინ გადაბა. ეს არის სიტყვების თამაში, ტასოევის და მისთანების განცხადებები და ძალიან გთხოვთ. სერიოზული ტელევიზია როგორც თქვენ ახართ, ამას არ უნდა აყვეს და შეკითხვებით ამ თემაზე არ უნდა იყოს. ხან ტასოევი გამოვა განცხადებით, ხან ჩოჩიევი, ხან ტიბილოვი. მადლობას უხდის. შეიძლება კიდევ სხვამ გადაიხადოს მადლობა და ჩვენ არაფერს. როდესაც ზაქარეიშვილის მთავარი, ასე ვთქვათ, მიმართულება არგუმენტაციის ის კი არ არის, რომ როგორმე პრინციპული პოზიცია დაიკავოს რუსეთის წინააღმდეგ. არამედ მისი მთავარი არგუმენტი, მისი მთავარი პოზიცია, რომ თითქოს ეს ბანერი დაიდგა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ანუ ის გარკვეულწილად გულისხმობს იმას, რომ ეს ბანერის დადგმა მოხდა ლეგალურად. ეს მან 1000-ჯერ გაიმეორა. და სწორედ ეს თქვა ზუსტად იგივე თქვა კარასინმა ჟენევაში. ერთი და იგივე სიმღერა ჟღერიან. საქართველოს ხელისუფლება ძალიან სამწუხაროა და რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის შეთავაზებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის თანხის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოს ნავთობსადენის უსაფრთხოება, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბრიტიშ პეტროლიუმის საერთაშორისო კორპორაცია და ის ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით იხამძღვანელებს. დიდი მადლობა, ეს ელისო ჯარიაშვილი იყო.